ერთი წლის წინ ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულად ოფიციალურად გამოაცხადა. Ამ პოლიტიკურ განაცხადს ზუსტად ერთი წელია განსაკუთრებული მონდომებით ასრულებს. საქართველოს ევროგაერთიანებების პოზიტიური დღის წესრიგიდან გამქრალია. ყურადღებას მხოლოდ ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პროცესებით იქცევს. ერთი წლის თავზე შეფასებები ისეთი მწვავეა, როგორიც საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიაში არ ყოფილა. გაფართოების კონტექსტში საქართველოს ფაილი დახურულია. რეპრესიული კანონები, პარალიზებული მედია და არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ნიშნით გაწმენდილი საჯარო სექტორი, პოლიტიკური პატიმრებით გადატვირთული ციხეები, იზოლატორები და სასამართლოს დარბაზები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში, რომლებსაც გარეთ პარტიებს ოფიციალურად უუქმებენ, სანქცირებული ხელისუფლება, სასამართლოც, საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც, რომელსაც ერთი წელია ლეგიტიმაციის პრობლემები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ აქვს. ისტორიაში პირველად ქართველი პოლიციელები მაგნიცკის სიაში საერთაშორისო დონის დამნაშავეების გვერდით არიან. ეს პროცესები 366 დღეს ითვლის. ამდენივე დღეა ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს. აქციის გარეშე არც დღევანდელი დღე ჩაივლის. მოქალაქეები დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე შეიკრიბებიან და მსვლელობებს ცენტრალური გამზირისკენ მოაწყობენ. დანიშნულების საბოლოო ადგილი რუსთაველის 8 ნომერი იქნება, სადაც 2024 წლის 28 ნოემბერს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტის ათვლა იწყება. ამავე დღეს ოცნების მთავრობამ ქუჩაში გასული მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაარბია. აქციის მონაწილეების გარდა ცემა ჟურნალისტებიც. დღემდე უკვე ერთი წელია ყველა ეს საქმე საგამოძიებო უწყებებში თაროზე დევს. ჩემი კოლეგა ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო მეტს კვეთყვის პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების გეგმების შესახებ და ასევე დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ. კეთი, რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ერთი წლის თავზე დედაქალაქის ქუჩებში დღესაც მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციებია დაგეგმილი. უწყვეტი დაუღალავი ბრძოლისა და წინააღმდეგობის ერთი წელი. სწორედ ეს არის დღევანდელი საპროტესტო დემონსტრაციების მთავარი გზავნილიც, მთავარი სათქმელიც, ასევე სახელწოდებაც, რომლის გარშემოც განსხვავებული ასაკის პროფესიის, მათ შორის შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეები, რომლებიც მთელი 365 დღეა, ერთი წელია უკვე არიან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში. დღეს ისევ გაერთიანდებიან. შეხვედრის მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, იქნება რუსთაველის გამზირი. საპროტესტო მანიფესტაციები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე თბილისის მიღმა სხვა ქალაქებში, რეგიონებში გაიმართება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ემიგრანტები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკვე მრავალი წელია სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად სიდუხჭირის გამო, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ცხოვრობენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში. 27 ქვეყანაში გამართავენ დღეს 28 ნოემბერს საპროტესტო აქციებს. თავდაპირველად გეტყვით თბილისში გამართული საპროტესტო აქციების გეგმის შესახებ. თბილისში დღეს საღამოს 7 საათისთვის დაიწყებენ მოქალაქეების შეკრებას ერთი მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან კოსტავას ქუჩაზე, ასევე 7 საათზე პარალელურად დაიწყება უკვე შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ეს მსვლელობები, მარშები შეერთდება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან. იქედან უკვე მოქალაქეები გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. ლია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ადამიანები არა მარტო მაყურებლები არიან ცხოვრებისაო, არამედ მოქმედი პირნიცაო. და აი ზუსტად ეს მახსენდება, როდესაც მე ამ ერთ წელს უყურებ, სამოქალაქო საზოგადოება არის მოქმედი პირი. და აი ჩვენ აი ამ ერთ წელში ჩამოვყალიბდით სწორედ ამ მოქმედ პირებად, რომლებიც არ შევყურებთ სხვას, ვინ მოვა, ვინ გაგვიძღვება, ვინ რაღაცას გვეტყვის, ანუ არამედ თვითონ ქმნით ამ პროცესს. რაღაცნაირად რუსთაველი არის მინი მოდელი უკვე, როგორი უნდა იყოს საზოგადოება. შეურაცხყოფა ყველაზე რთული მისაღები უნდა იყოს ადამიანის პარტიის და ყველაფრის და მიუხედავად და ვიცოდეთ, რომ გვამცირებენ ყველას ერთად, არა მარტო იმათ, ვინც მათი ასე აქტიურად წინააღმდეგი ვართ, თქვენს გამცირებენ, თქვენ არ გცემენ პატივს, არც ჩვენ არ გცემენ პატივს, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანებათაც აღარ ვთვლიან, მაგრამ არც თქვენ არ გცემენ პატივს, ვინც დღეს იქნებს სახში აპირებ დარჩენას და მე მგონია, რომ მაინც უნდა გამოხვიდეთ დღეს აუცილებლად
ჩვეულებრივად იმისთვის რომ თქვენ ოდესმე მერე ჩვენ ყველას ერთად ანგარიში გაგვიწევს ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ. 7 საათზე ვიქნები ილია ჭავჭავაძის გამზირზე თესეუსთან, მარს გავყვები პარლამენტთან და იქ მოვუსმენ, ასე ვთქვათ, სიტყვით გამოსვლებს და ვიქნები ხალხთან ერთად, რაც ძალიან მომენატრა, იმიტომ რომ ბოლო დროს ფაქტობრივად ვახერხებთ რაღაც თვეში ერთხელ დიდ აქციაზე ერთად შეკრებას და ძალიან მომენატრა იმ ადამიანების ნახვა, ვინც რამდენიმე თვეა უკვე ქუჩაში არ მინახავს. არ დავიღლებით, ვიბრძოლებთ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. სწორედ ასეთია ემიგრანტების სათქმელი, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 27 ქვეყანაში საპროტესტო აქციებს გამართავენ. ევროპის 27 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება ემიგრანტთა აქციები. რა თქმა უნდა, პრაღაც არ იქნება გამონაკლისი და უერთდება ამ კამპანიას და გვინდა რომ ემიგრანტებმა კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი და საქართველოს არჩევანი არის ევროპა. და არანაირად არ ვიზიარებთ ქართული ოცნების ნარატივს. ასევე გვინდა ამით გავუგზავნოთ მუხტი და мотивация საქართველოში მყოფ აქტიურ მოქალაქეებს და აქტივისტებს, რომ ისინი ჩვენ არ მიგვიტოვებია და ჩვენც მათთან ერთად ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. აი ზუსტად 1 წლის წინ კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აჩერებს ევროპისკენ სვლას. ჩვენ ამას ბუნებრივია არ შევეგუეთ და პირველივე დღიდან ვაპროტესტებდით რეჟიმის მიერ გადადგმულ ამ მოღალატეობრივ ნაბიჯებს. დღესაც 20 ნოემბერს მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვატარებთ საპროტესტო აქციებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მამაც და შეუპოვარ თანამებრძოლებს საქართველოში. ჩვენ საღამოს 6 საათზე შტუტგარტში როთებულფლადზე ვიკრიბებით ქართველები. დღეს მართავთ ბერლინში საღამოს 6 საათზე ბრანდენბურგის კარიბჭესთან დემონსტრაციას, რათა სოლიდარობა ვაჩვენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გავუსვათ, რომ 1 წლის თავი სრულდება, მას შემდეგ რაც დაიწყო უწყვეტი პროტესტები, ჩვენ კაფიო და ხმამაღლა ვიცახით, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში. ავიცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ და მსოფლიოში ყველგან ვაპროტესტებთ და ავიცილებლად გავიმარჯვებთ. რეჟიმის პრემიერის განცხადებიდან 1 წლის თავზე გაბრაზებული მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში გამოდიან. შეხვედრის ადგილი ტრადიციულად იქნება ისევ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რუსთაველის გამზირი, რომელიც იქცა მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო ადგილად.